ახლა კი სტუდიაში მინდა მოვიწვიო ჩემს ნიკოლოსთან ერთად რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი დათო დარჩია. მადლობა ბიჭებს და დიდი მადლობა დარჩო ესე რომ მოგმართო ხო ყველა ასე გიცნობს დარჩო ვარ და გენაცვალე ხათაშორის ნიკოლოს მე რო ეს გადაცემა დავიწყე ჯერ თქვენ რომ არიყავით ჩემთან პირველი ან მეორე გადაცემაში იყო დარჩო ნანუკა ხუსკივაძესთან ერთად და ნეტა ხო არ ვიხურები ახლა ეს პირიქით, კაცო, გაიფეხის ყოფილა და შეგენაცვალე. გურულების ფეხზე, ხო, გურულების ფეხზე რაღა არ არის. ან თუ დავიხურები, ფირალად მაინც გავალ რაღაცა. ხო. როგორ ახალ? კაიფეხი. ეხლა უკეთ. ცოტა ისე ვიყავი ავადმყოფობის მხრივ, რაღაცა ყელზე პრობლემებით, მაგრამ კარგად არის ყველაფერი. იცი მე მშვიდად ვისვენ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ კარგად არის და არ აღელდეთ მეგობრებო, როგორც ხდება ხოლმე. მე სტენდი ჩავიდგი, ამას ყელი ატკივდა. ის ჯამთელია, ვიდეო. ვერ ზის კერკეტი გაგალი, ვით? ერთი სტენდი უნდა ჩავიდგა რომ ყველა მშვიდად იყოს. დარჩო, საუბრობთ ჩვენ ზოგადად გონებაში მოდის რუსთაველის თეატრი და იქვე ასოცირდება დავით დარჩია. ამასობაში არ ვიცი, ჩემი მენამდენი წელია ის აღარ მახსოვს და შენ თავისთავად აღარ მახსოვს, შენ ძირძველი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყავი, ჩვენ რომ მოვედით და აი რა მინდა იცი, რო თქვა, არ ვიყო ბანალური და რა არის შენთვის რუსთაველის თეატრი, უბრალოდ რა მინდა იცი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაც ვცდილობთ რომ ხერხობა შემოვიდეთ, მაინც გავიდა წლები. ბევრი. ხო და რამდენი როლები გაქვს ნათამაშები, რამდენი კარგი საქმე გაკეთებული, ვიცი კაცო, ვინც შენამდეა უკვე ასე ხართ არტისტები და ხო ხარ შენ კარგად. დარჩი როლების ამარა შენც. დარჩი ხო და. რა ხდება ვითხარით თეატრში დღეს? ნუ აი რაღაცნაირად პაუზის შემდეგ, პაუზის მერე, რაც მქონდა ხელიდან გამომდინარე, ყველაფერი კარგად არის, კარგად არის, ხმაც დამიბრუნდა და შეუდექი მუშაობას, ვიცოდი რომ უნდა მემუშავა ამ როლზე. ძალიან, ნუ ჩემთვის და რაც მარტო ჩემთვის არ არსებობს ქართველი, არ არსებობს თან რანაირი ქართველიც არ უნდა იყოს ყველა ქართველს, ვაჟა-ფშაველა ავიც წარმოუდგენია და მიაჩნია რაღაცნაირ მაგარია. ვაჟა-ფშაველას თამაშის დაწვირა რაღაცნაირად აწმუნებული. თან ცოტა ნერვიულობ, ცოტა ის არის, იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველა თვითონაც ნერვიულობდა ვაჟა-ფშაველა რო იყო და შენ რო არის იმაზე ნერვიულობ რაღაცა ლუდოვიკო და რაღაცა რო ვართო ვიღაცა ფრანგი გადარეული და შენიანი თან როგორი ადამიანი გენიოსი ყველა ისე გიყურებს. ის არწივი ამას კიდე როგორ შეგხედავენ, როგორ მიიღებენ და რა ვიცი, აი ძალიან საინტერესო ბატონი ნიკოლოს აინეშველიძე, ტირეშველიძე, ჩვენი მეგობარი. აი სპექტაკლს ქრონიკის სიკვდილის ქრონიკა, აი ბოლო წლებია, სადაც აი ფოტოც რო არსებობს. აი ცნობილი ფოტო ეს ავადმყოფოში და მედდები რო დგანან, ეს ცნობილი ფოტო და აი ესე იწება. ეთყობა ყელი რო გტკიო და მაშინ იფიქრა, მაგრამ მე ხო ვიცი მაგისი ამ. ესე იგი ძალიან საინტერესო იქნება, მე აუცილებლად ვნახავ. ხო, რაღაცა და ალბათ გადაწყვეტა და მე ამ გადაწყვეტაში, ამ სიკვდილის ასე ვთქვათ, მოსვლაში, ამ აგონიაში ახსენდება ალუდა. რომელიც ასე ვთქვათ თეატრში არავინ არ არის შეხებილი ალუდას. არ არის. თუმცა მასპინძელი ვთქვათ ბახტრიონ ესენი დადგმულია, მაგრამ ალუდა არ არის გაკეთებული. ფილმში აქვს თენგიზაბულაძის სამეუფში, აი ესე გაკეთებული დიახ და რა ვიცი ამ ხრივათა ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთავად. ნერვიულობთ რაღაცა ნაკლებია მსახიობების ჩვენი რუსთაველის
ეროვნული თეატრის მსახიობებიც იქნება რამოდენიმე მოწვეული მსახიობებიც იქნება მათ შორის ჩემი შვილის თამაშობს ელენე ვა რა მაგარია ერთ-ერთ მედას ასე ვთქვათ კი ბატონო ხო და უფრო სხვანაირად მოგივლის გორის რა თქმა უნდა გორის ხო ეს ერესთავის ბიჭებიც და ну ნახოთ იმედია რომ ესე იგი მიხარია რომ ასეთი დაბრუნებაც ასეთი უნდა მოკლედ დაბრუნები ესე უნდა დაბრუნდეს კი ბატონო პლუს ამას სერიალიც რაღაც სერიალის შემომთავაზეს ასე ვთქვათ ბოლო სეზონი არის ესეთი სერიალი. კი ბატონო, რო ვიცი. ფეხბურთზე და იქ ერთ-ერთი ასე ვთქვათ როლის შემომთავაზა. თან ფეხბურთთან და შენი დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან. იქ კი. ის ხოთა შორის ბარსაზე რა სიტყვი გუშინდელი. ხოთა შორის ერთი რამე მინდა გითხრა, სამ თამაში დაიწყებოდა ქალბატონმა თანგული დედაჩემმა მომწერა და დათო. იცი რაღაცა აი გავიცადეთ ვიგძე რომ ინტერი მოიგებს და მე ცოტა ესეთი სახე მქონდა რაღაცნაირი. რებს გუშინ ძალიან დიდი სანერვიულო მქონდა. კი ბატონო. ეს სერიალებს ბარსა, მაგრამ იქ წირა არის, იქნებ ჯობდეს ჩვენი ხვიჩასთვის ეს ამბავიც, კაცმა არ იცის. ამ ხვიჩას გამო შეიძლება ბარსაძე უარი. შეიძლება ბარსაძე უარი. თორე გახსოვს სპექტაკლიდან დაკანონებული ბარსა ჩემპიონია. კი ბატონო, მაგარია, კი. ძალკე გადაცემას ვაკეთებ ჩვენ ახლა სპორტულს და მე იქ აუცილებლად დაგვადიზებთ. მანამდე ლაშა დვალიშვილი არ გავანაცხადა ჩვენი. კი ბატონო, იცი რა სერიალი ახსენე და თავში ვახსენე კიდე ჩვენი შესაძლებლობები. ესე იგი, თეატრისა და კინოს მსახიობი ხარ. კი, ну ისეთია რომ კინოში ძლიერი სწავლება იყო უნივერსიტეტში. კინოს მიმართულებით ძალიან. მე მადლობა რომ მომიწია და გამიმართა რომ აი ეს დიდ არტისტებში მომიწია კინოს სწავლება, თორე მართლა ეს ძალიან რთული რამე, მართლა კინოსა და თეატრის მსახიობები ვარ ჩვენ და. კი ბატონო. სხვადასხვა რამეა, მაგრამ ну ამ ქვეყანაში ხო იცი ბატონი გურამ ფრიცხალავა ყავდა გვერდით და ეს შენ გაგიმართლა, მაგრამ იმ ხალხ ვარ აქ რა. არა, ეს ხო, მაგრამ ну ეხლა რაც არ უნდა იყოს, ну ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პატრიცემულო კოლეგებო, ასე ვთქვათ, ის მოგეწვენება თუ რაღაცა თეატრში ვართ, რა ხელფასია და რა ცირედი კაპიკებია, გასაგებია. იქ რაღაცა მე კინოში ან იმაში გაგვიხარდება და დაგვამტკიცებენ და ნუ ცოტა მეტი კაპიკებია. უცებ რაღაცა სერიალი შეიძლება მოხდეს და აჰა სერიალზეც დაგაკეთოს თუნდაც თავარი როლი გრძელვადიანი კაპიკებია. რაღაცა ეს ლარებამდე რაღაცა იმამდე არ ავიყვანეთ, მოცემულობამდე არ გამოვა არაფერი. იცი რა არის? ყულაბა ვერ გავა. რომანს რომ ეხლა ხო მართლა ესე ხო მართლა ხალხს გონია რომ ესე მოდის ხო? რამდენი შრომა უნდა პატა ამ ყველაფერს? რამდენი ის უნდა ხო ნერვები. აგერ შუტიმა გაკეთებული სცენაზე მომივიდა ეს კი რაღაც. რა კარგია მე სცენაზე აი ნეტა სცენაზე. ვიღაცა ხო უნდა სცენაზე მოკტე. საერთოდ რა თქმა უნდა რატომ იტა სცენაზე მოკტე. აი კარგია კიდე კაი უნდათ რომ პრობლემა არა. ეს რა კარგია რომ სცენაზე მოკტები მე თუ რაღაცა. არ მინდა ბატონო. შვილებთან მახსოვს ჩვენი სცენარი იყო უცებ რომ გალურჯდი. ესე იგი, არ აუცილებლად უნდა კითხვა ხა შედა პატა, ნუ ახლა პატა ძირითადად უკვე ტელევიზიაშია. დეკლარაციაში უნდა შევიტანო უკვე. იმიტომ მესამე სახლი. ხო, ის თეატრი მეორე სახლია და ეს უკვე მესამე. ოლიგარქი. კი ბატონო. ხო და მინდა რომ რაღაცა აუცილებლად გექნებოდათ რაღაცა ისეთი რამე რომ გაიხსენო პატაზე მინდა რომ რაღაც იცი რა მე ერთი რაც უცბად შეიძლება საღლიცინო გამახსენდეს თვითონ სათაური იყო და რო გაანაწილეს და მე და დარჩენ ვეწერე ძალიან განაწილებაში ძალიან დიდი ყიარულება გამოიწვია სახელი არაფერში არ იყო ოღონდ სპექტაკლთან ხო სპექტაკლთან არაფერში დაბოლილი მთვარე ასე სპექტაკლზე თქვა დაბოლილი მაგრამ თვითონ ამ თქვა დაბოლებასთან არაფერი კავშირში არ იყო მაგრამ კავშირში იყო ზოგად დაბოლებასთან ისეთები ხდებოდა არ დამავიწყდება შენი კოსტუმი საოცარი ანრი კუკუა პერსონაჟი სახელი შიგაბაშაო რომ არა ონტოფო
სოფელ ონტოფოდან და თამაშობდი აი გამომგონებელს კულინარიის მამას ასე ვთქვათ. და ნუ იყო საოცარი სპექტაკლი თამაშობდით მე და პატიცემული ბატა ერთად და ერთ მომენტს გავიხსენებ დაწყება სპექტაკლის ესე იწყება სპექტაკლი რომ ქვაბს თუ რაღაცა მიდგა და ხარშავ თუ რაღაც ექსპერიმენტებს ვაკეთებ რაღაც სკაფანდრებით და რაღაც სასწაული სპექტაკლი იყო ხოჭოები ტანკები რაღაც ერთად დადიოდა ნუ სრული აბსურდი მოკლედ არაფერს არ ბატონი ირაკლის სრული აბსურდი ხო და დაწყება და რაღაცას ვაკეთებ მოკლედ ეს და უკიდებ რაღაცას და იქ რაღაცას ცეცხლი და კვამლი უნდა ამოვიდეს და რამდენიც ესე ბოლო გენერალურზე რომ მომკვიდა რაღაც არ მომეწონა რაღაცა პატარა იყო მე ვუთხარ აი საერთოდ ეფექტი მე ვუთხარ ჩვენი გენერალური შრომელი კაცი მე კიტო ყველაფერზე გთარდება კიტო გავაკეთებ და არ დამიხედი ახლა ეგ რა იყო და იწყე პრემიერა თუ რაღაცა მაშინ ჯერ კიდევ ესე უკიდებდი ანუ მისიდან მიდიოდი ახლოს მე კიდე გავაკეთები აფელა შორიდან ესე იგი რომ ავანთები აი მარგანცოკა თუ ბევრი დაყარეს მოკლედ რომ მიუადე და ბა ეს ალი ხო ამოვარდა მე უკან გადავარდი გადამისვე დამეწვა ეს გადმოვიდა ეს ნუ სასაული ის მოხდა მე აღარ ხო მე გამოიძახეს კიდე სახანძრო და იყო ერთი ამბავი ჩაარა ყველაზე კარგი რა იყო იცი რომ დავთავდა და პირველი სცენა როგორ ითამაშაო კაცი დაიწვა იღებ დავი ნუ სასაული აი ესეთი არაფერი საოცარი მართლა საოცარი იქ არ ვიცი შევეცი სირთულისთან ხელი არ უნდა მქონოდა სპექტაკლში ჩამოწეს ეგრეთ წოდებული ტერეგრეიკა და მე რომ მოდიოდა დარჩო ეს ვინ მოვიდაო მუკიდებდა ხეს და ხელი მძვრებოდა და ერთი ხელი არ მქონდა და წარმოვიდგინე ხა შენ ეს ხელი მაქვს მიბმული რა აქედან მიკერებულია ტერეგრეიკაზე ვითომ ხელია აქეთ მიჭირავს ავტომატი მეორე სართულზე შემოვდივარ და არის დაახლოებით 2 მეტრამდე კი კარგია გოგა დავაძე აი მოდი კიდე თაპაატა მოვედი ხა ეს პარიკი ყვითელი რაღაც საოცრე რას ყვებიან ესენ გავგიზდი ხიჭკოკი გამოილი მთვარე ეხლა გადმოხტიო მე ვუთხარი რანაირად გადმოხტე დაბმული კაცი მკლავ და საოცრება იყო არა სასაული სპექტაკლი იყო მართლა ეს ნუ ბევრმა ნახა ერთი ნაწილი იყო უნდა დამთავრდა და გვეგონა ეს რთული სპექტაკლი ისე და დამთავრდა და აი დამთავრებული და იწყებოდა ახალი სპექტაკლი ინდაური ამარინდოს მოსვლით მინდაური ამარინდო და მე ამარინდოზე ახალი ისტორიები და აი მე და საოცარი აბა არა არ თავდება ეს ჩვენ არ დაგვავიზდება სულ გამოცვლაში ვიყავი რა მართლა იქ კოსმონავტის ფორმა უნდა გამომეცვალა 2 წამში მომესწრო იქ ნინიკო არსენიშვილის ლიფით გამოვარდი ამერიაში ვერ გავიგე ნინო გამოვარდა ჩემ კოსტუმში გადარეულები დადე და რეჟისორი იძახდა კარგია ეს კარგია საოცრება იყო რა დარჩო მაგრამ დაგვრჩებოდა კი ბატონო იცი რა აი სულ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ რამხელა დიდი ბედნიერება იყო წეგანაც ვახსენეთ ბატონ გურა ფირცხალავა აუ ისეთი კარგი ადამიანები დაგვიგროვდა სამწუხაროდ რომ მაგრამ შენ ხშირად ყვები ხოლმე ბატონ გურამის ამბებს რომელმაც ჩვენთან რო ყვევი რომლებიც არ იციან და მაგარი ენა კვიმატი კაცი იყო რა ბატონო და რამე ურთიერთობას ხო არ გაიხსენებდი ამ გენიოსთან ერთად იმიტომ რომ მისი გაზრდილი ხარ შენ და არა კაკრას და ამ პროფესიასთან დაკავშირებით იმას არ დამავიწყდება არასდროს აი პირველ მთავარ როლს თამაშობ პატარა ბიჭი ვარ თინეიჯერი ჯერ კიდევ 20 წლის ვარ და აი ამხელა ბუმბერას მსახიობთან ერთად მე მთავარი როლი მაქვს რაღაცა ისტორიული ფილმია მეფეები რაღაცა თავად ჭკუბი ხმალი რა და ერთი სცენა ესეთი მე ავდივარ ცხენით რაღაცა გავჩერდები და გურამი და მისი მეუღლე ფილმში დგანან დაგრძალოა რა სცენა ტრაგიკული სცენა და მე შევდივარ და ვკითხულობ და ნუ გაჩერდი და ჩერდა და ცოტა ჩუმად უნდა ვიდგეთ აი რაღაცა მოხდა ხო იცი რო ხდება ხოლმე რომ ეთქობა რაღაცა თუ უთხრა იქ არ ვიცი რა უთხრა გურამი მეუღლე და ისინი ნუ რამდენ კაცი შემოვდივართ ნუ არ ჩერდებიან სიცილით მიდის ანუ ვერ ჩერდებიან მეც მიტყდება სიცილია გამოციცილზე და ისევ გურამი
მე ვიცი პროფესიონალიზმი ამ ამბის გამოსავალიო. თუ გაგიჟდა ლევა თუთბერიძე, იქ ცხოვრებული ჯიმი, ქრისტესაშვილი, ნუ სასწაული ხდება და ფრჩხილზე უნდა დაიხედოთ. როცა გეცინებათ. აი ძალიან რო გეცინებათ, აი ესე დაიხედეთ ფრჩხილზეო და აი ეს გადაგივათო. ნუ კაი. მე ახალგაზრდა ვარ, არ ვიცი ჯერ კიდე. და შემოვდია, მოვარდი და შემოვდი გამაჩერა. დავით ისევ დაიტო, მე ისევ დავიხედე ფრჩხილზე, გურამი იცინის, მაგრამ ხდება სიცილი. გურამ, მე თვითონ გამიკვირდა ესე იგი. რატომ? სად არის? რატო არ ქედი შენ თვითონ? მან და მაინც იმაზე დავიხედე, რომელიც არ მქონდაო. ეს ტიპი არ მქონდა, თოფმა წააძრო რაღაც ნადირობის დროს და უცე როდა დახედა და არა, აქ ის ტიპი უცე ეგეთი აქ და აუტყდა მე ამაზე სიცილი. კაი მაგრესი ადამიანი იყო. თუმცა მართლა აი ისე რაღაც ესთეტურად რომ სახეობის ხო ეს შენიშნები რაღაცა რაც არ უნდა განსხვავება იყოს ასაკშიც და იმაშიც მაინც არ უყვარდა ისე აკეთებდნენ ეს დიგივე გურამი ოთარი მეღვინე თუხუცესი და გივი ბერიკაშვილი და მაგარი ძალიან ადამიანები რომ სწავლის მხრივ მე ძალიან ბევრი რამე იმიტომ თქვი თავიდან რომ აი ეს საყვარლად თან საქმეში თან ესე ხო რაჯობებს ესე ქენი და ამით მე რა ვიცი ეს ამრჩება ესეც ცხოვრებაში. კინაცვალი. და იქ სულ ვიძახი. აი რა არის ჩვენი პროფესია მეთქი. მე აი იქ სულ ახალგაზრდა იმის არ ვიყოს ბაშია ჩუკი სულ ახალგაზრდა ვიქნები სულ 20 წლის ვიქნები იმ ფილმში როცა ჩარდა და კი ბატონო. თაობები ასე თუ ისე რაღაც დონემდე ხო შეხედავი და უყურები. აი ეს უპირატესობა გვაქვს სახეობებს. არ მივიწყების ასე ვთქვა. კი ბატონო და ეს მართლა ბედის წერა რა ბედის წერა. დარჩო აი რუსთაველის თეატრზე რომ ვთქვათ, აი ამდენი დრო გავიდა თქო და მაინც ზუსტად 30 წელი. 30 წელი. 31-ში წავედი. შენი როგორ პირველი როლი რა იყო? პირველი იყო ეს ვითამაშე ბრმა. მაიც. ოღონდ აქ სირთულე ის იყო რომ კარგად ხედავდი. არა. ხო, კარგად ხედავდი, იმიტომ სათვალეებიან ბრმას არ ვთამაშობდი, აი რომ ესე ადვილი იყოს. ბრმას ვთამაშობდი, გახერილი ბრმას და რთული აქიდან რომ ხედავ ადამიანს და ბრმა ითამაშო რა და ნუ რა ვიცი, თან ბატონმა რობერტმა ძალიან მალევე მიგიყვანა, ეს იყო უკვე ამბავი. კი, რომ პარალელურად მაგბეთს დგამდა და ამოდიოდა დათო ღებირიშვილმა დაიწყო სპექტაკლი და ნუ ბატონმა რობერტმა დაეხმარა როგორც ხდება ასე ვთქვათ და სულ ძალიან მალევე ორ კვირაში და პირველი პარტნიორები არ დამოწდება დედა ითამაშა ქალბატონმა ნანა ფაჩოაშვილმა გენიალურმა ქალბატონმა ნანამ ნანუკა ხუსკივაძე ნანუკა უსაყვალესი ჩვენი ბაჩი ბეჟავა ოქროს ბიჭი ბაჩი რა თქმა უნდა ხეა მუხას ძმადა მეგობარი ენაცვალე ესე იგი როგორც ახლა ნელ-ნელა ვიგებ შენ მას შეჩერებული გქონდა ამ ოპერაციის გამო. კი, გქონდა შეჩერებული. არაჩვეულებრივი თამადაა ნიკუშ, მინდა გითხრა. დარწმუნებული ვარ ახლა. ძალიან მაგარი. თავისი გურული იმით და ერთი გურულობას რადგან შევეხეთ, სისონა დარჩიაზე უნდა რომ ფილმი გადაიღოს და სულ მაგას ვამბობ რა. სისონაი დარჩია ნაკებია ბიჭობაში. კი. მივიდა არ შეშინდა იმ მივიდა და ძმაიტირა არ შეშინდა იმ ტონჯარში. კი ბატონო, როგორი ნათესავი იყო შენი? ისი როგორია კეთყვი ახლა შენ. ყველა დარჩიას ნათესავია სისონა. აი რაღაცნაირად ხოჩი აი ლალუდა ახლა ზოგადად გმირია. ჩვენი აი დარჩიების და სრულიად ასე საქართველოს იმიტომ რომ კეთილ საქმეებს ჩადიოდა ისთან თავისი გაგებით და ებგვით. კი ბატონო. გენაცვალე. მე მინდა რომ შენ წარმატება კი არა, შენი შვილიც დავიწყო მასუსურო წარმატებები ამ დიდ საქმეში. მახსოვს რო აბარებდა როგორ გელავდი. და უკვე წარმატებულად ორ თეატრში. აბა რა. უკრავით აი ელენიკო და ეს საქმე ხო მაგას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს არაფერი არ გამოვა. გონიათ რომ ადვილნეტა სცენაზე მომკრა ეს კაი, რატო უნდა მომკრა ახლა სცენა. კარგია დათო ბატონო, რომ დატვირთული გრაფიკი გაქვს, ასე რომ ვთქვათ ეს ახლა. ჩავდექი ფორმაში. ხო, აქეთ სერიალი, თეატრი. კი. ასე რომ
არ გაქვს მოდუნების საშუალება, არ გაქვს უფლება გახდეთ ცუდად არავითარი ეს იყოს ბოლო და ეს მეორე თვე მაგსაკითხზე არ დამირეკო არ შემაწოხო შეგენაც რაღაცა ყელის პრობლემა და დარჩო ეხა მე მყავს აქ არაჩვეულებრივი ბიჭები თამადობა ვახსენეთ შენი ქსოვრელებთან რაღაცა ახლა ჩვენი ძია გურამი რო გავიხსენოთ უკვე პირდაპირ შეხება არის ჩვენ საქმესთან რა და ლექსის კითხვაც გიყვარს თქმას ამ ბოლო პერიოდში თან განსაკუთრებით ასაკმაიც ეგა მეც უკირი ვარ ხო კარგია თუ იგძენი რა თავა უგძნია მაღანასო რა გიდა კი ბატონო აი ესე ვარ და მოდი აი ესე ექსპრომტად რომ არაფერი რო არ იყოს ისე რამე ლექსი შენი რაც გინდა წაი კი ესე ბოლო პერიოდში ასე ვთქვათ რაღაცა კითხულობ ხოლმე სილად და ასე ვთქვათ წავიკითხავ მაგ ლექსს ჭილაძის წინვარე ლექსი სულ ერთმა ჭიქამ დამათ რო ასე დამომაგონდი აღარსად ჩანდი აღარსად იყავ სულ ერთმა ჭიქამ დამათ რო ასე მე უეცრად შენ მომაგონდი ხმით ციცილით ნასი ხიმილით მომინდა უცებ შენი სიცივეთ სულ ერთმა ჭიქამ დამათ რო ასე რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა ოქტომბრით სავსე და შენით სავსე აღარსად ჩანდი აღარსად იყავ სულ ერთმა ჭიქამ დამათ რო ასე ვინოს დავლევ სალხინოს ამ გულს მოეფერება მომენატრე ძალიან რამქნა რამეშველება მომენატრე ძალიან რამქნა რამეშველება ვინო არის ნეტარება თუჩი ვინოს ნეტარება შენი ჭირიმე შენი ჭირიმე ბრავო დარჩო